მთელი ბავშვობა რომ მეუბნებოდნენ რომ ნაცნობი თუ არ ყავს შორს ვერ წახვალ ამ ქვეყანაშიო არასდროს არ მჯეროდა და ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი ამ საკითხზე, მაგრამ საუბედურად მართლაც აღმოჩნდა ეგ რეალობა, რომ თუ არ ყავს ვინმე ნაცნობი სადმე, ძალიან რთულია რომ თან იყო ისეთ სფეროში, რომელიც მენტალურად არ განგრევს, თან გქონდეს კარგი შემოსავალი და თან განვითარდე ისე როგორც ჩვენს ასაკს შეესაბამება ცხოვრების ამ ეტაპზე. მე ვარ ნუცა აგულაშვილი, 23 წლის. ბოლო წლები დაახლოებით ესე 5-4 წელი მუშაობ ქართულად რო ვთქვათ კლიენტთა მომსახურების სფეროში. მანამდე საზღვარგარეთ გერმანიაში ვიყავი ეგრეთ წოდებულ ოპერის პროგრამაზე, რაც გულისხმობს გერმანულ ოჯახში ძიძობას, რადიკალურად განსხვავდება იქაური სტუდენტების ცხოვრება ჩვენი სტუდენტების ცხოვრებისგან. სწავლის ხარჯზე არ უწევთ სტუდენტებს ზედმეტი მუშაობა და არ არიან ჩვენსავით რომ ან სწავლა უნდა აირჩიონ, ან მუშაობა. ჩემ შემთხვევაში მაგალითად სამწუხაროდ სამსახურის გამო ვერ ვახერხებ ისე სწავლას და იმდენ ლექციას დასწრებას, რამდენზეც ვისურვებდი რომ დავსწრებულიყავი. და ზუსტად იგივე მდგომარეობა არის ჩემი თანატოლების და სამეგობრო წრეში ზოგადად. ყველს უწევს რაღაც 12 საათიანი გრაფიკით მუშაობა. თუმცა იმათაც მშობლები უწყობენ ხელს, რომ რამენაირად სწავლის ფული დაფარონ. ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე, თუმცა ჩემი პროფესიით არც ერთი დღე არ ვიმუშავია, რადგან საერთოდ არ არის არანაირი საშუალება ამის. რომ მქონდეს დღევანდელობაში ანაზღაურება და ისევ თავი გაიტანო ამ სფეროთი. ვინმე ჩემი თანატოლი თუ მუშაობს რომელიმე ტელეარხზე ან ონლაინ მედიაში, ან აქვთ მიზერული ანაზღაურება, რომ აი საერთოდ რა ვიცი ჯიბის ფულადაც შეიძლება რომ არ გეყოს. ზოგს ვინც ახლა ჩემი კურსელები, ვინც მუშაობენ ამ აი თუნდაც ონლაინ მედიაში, საერთოდ არ აქვთ ანაზღაურება, იმიტომ რომ დამფინანსებელი აღარ ყავთ ჩვენი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონების შემდეგ. ასევე არის საშუალება რომ იყოს სტაჟიორი, გაურკვეველი ვადით, მინიმუმ 6 თვით, მერე უკვე როგორც ცხოვრება მოიტანს იმდენი ხნით და ან გექნება ხელფასი, ან არა. და სამწუხაროდ მე არ მაქვს ამის ფუფუნება, რომ ვიმუშაო ის ადგილს, სადაც არ მექნება ხელფასი. წინა წლის სექტემბერში ვნახე ერთი ვაკანსია საკმაოდ ცნობილ ჟურნალში და წავედი გასაუბრებაზე. ვაკანსია იყო მობილური ჟურნალისტის პოზიციაზე, რასაც მე ვფიქრობ, რომ კარგად გავუმკლავდი. იმის მიუხედავად, რომ თავიდან შევგვირდნენ, რომ 3 კვირის შემდეგ გვეტყოდნენ პასუხს თუ ვინ მოიპოვებდა ამ პოზიციას, 2 თვის შემდეგ უამრავი გაგზავნილი მესეჯის შემდეგ, რადგან მეც ჰაერში ვიყავი და რაღაცნაირად გეგმებინო დამეწყო, სხვა სამსახური დამეწყო თუ არა და სწავლის მხრივაც როგორ შემეწყო ეს ყველაფერი. 2 თვის შემდეგ საბოლოოდ ესე გადაწყვიტეს, რომ აღარ სჭირდებოდათ მობილური ჟურნალისტი. ამჯერად ერჩივნათ, რომ აიყვანათ ბეჭდურ მედიაში სხვა გოგონა და სხვა გოგონა აირჩიეს. ამ წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს და უკვე მიწევს ვიფიქრო რა გავაკეთო სწავლის დამთავრების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა საერთოდ არ მინდა საქართველოს დატოვება, ჩემი ოჯახისგან შორს ყოფნა, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მაქვს, რომ ცხოვრების ყველაზე მთავარ მიზანს მივაღწიო და ვიყო ჟურნალისტი.